მოგესალმებით რადიო ხონისხმა და წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას გენდერს მიღმა. მე მისი წამყვანი ანა მოგელაძე ვარ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ხონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ლია ჩარგეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ლია. გვიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა. ჩვენც გვიხარია თქვენი სტუმრობა. მადლობა. პირველ რიგში მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ბიბლიოთეკის ისტორიისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ხონის საზოგადოებაში კულტურულ საგანმანათლებლო მდგომარეობა ყოველთვის იყო ყურადღების ქვეშ. და ესე რომ 1893 წელს დიდი ხნიდან დაიწყებ, იმიტომ ხონის ისტორია ძალიან დიდი ისტორია აქვს და მინდა ბიბლიოთეკას დიდი ისტორია აქვს და მინდა საზოგადოება მაინც ეს ისტორია გაიცნოს. 1893 წელს საზოგადოებას უნდოდა რომ ბიბლიოთეკა გახსნილიყო ხონში და იწერებოდა გაზეთებში, ადრეულ გაზეთებში, რომ ხონში გაიხსნა საგანმანათლებლო კერები, მაგრამ ბიბლიოთეკა არ მოხდა ბიბლიოთეკის გახსნაო და ხონის საზოგადოება ცდილობდა და მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიმართეს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დახმარებოდა ხონს ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით და შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც ექიმი და პედაგოგი მათე ბახტაძე ჩაუდგა სათავეში ამ კომიტეტს და ისიც იყო გათვალისწინებული, რომ ეს ხონის საზოგადოება თითო მანეს გადაიხდიდა, რომ ბიბლიოთეკას ემუშავა და დაფინანსებული იყო და წიგნები შეგროვებული იყო და მართლაც შეგროვდა 300 ცალი წიგნი იყიდეს აქედანო წერია იმ ძველ ისტორიაში 225 ქართული იყო და ესე თანდათან შემდეგ მომწიფდა ეს მდგომარეობა და უკვე 1901 წელს ოფიციალურად გაიხსნა ბიბლიოთეკა და ამაში მინდა გამომჩეს ძალიან დიდი ღვაწლი ჰქონდა ვალამ შავდიას პოლიკარპემ დივანსა და ილია ქუთათელაძეს და კარგია რომ საზოგადოება მაინც ეს ჩვენი წინაპრები რომ იცოდნენ ვინ მიიღო ამ ბიბლიოთეკის გახსნაში დიდი მუშაობა ვინ ჩაატარა და შემდეგ უკვე ოფიციალურად მუშაობდა ბიბლიოთეკა და მაშინ სამკითხველოს უწოდებდნენ ბიბლიოთეკა სამკითხველო ესე იყო ცნობილი და ეხლა რომ კინოს სახლია აი იქ ივანე შარაშიძის სახლი იყო და ივანემ ის სახლი გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და იმ საზოგადოებამ შემდეგ აჩუქა ბიბლიოთეკას და იქ არსებობდა ბიბლიოთეკა. ეხლა მთავარი აი 123 წელი გავიდა მის შემდეგ და მართლა დიდი ისტორია აქვს ხონის ბიბლიოთეკას და ეს გზას ეხლა ვაგრძელებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ხონის მთავარი ბიბლიოთეკა, სადაც 17 ბიბლიოთეკა ხონში გახსნილი, ჩვენ მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო განყოფილება, ის განყოფილებაა და სხვა სასოფლო ბიბლიოთეკები შედის ამ გაერთიანებაში. ეხლა მთავარი რა არის? ჩვენი მოვალეობა რა არის? მთავარი არის ბიბლიოთეკას მართლა აკისრია აი ფუნქცია, კულტურულ საგანმანათლებლო ფუნქცია. ამაში ბევრი რამ შედის. ეხლა ჩვენ ძირითადად ეხლა გვაინტერესებს და მუშაობთ იმ განხრით, რომ ეს განძი რაც არის მართლა საუკუნეებია თუ ამ ათეული წლების ნამუშევარია მოქცეული ხო ჩვენთან დაცული. და ჩვენი მთავარი მუშაობა არის ის, რომ ეს განძი ფართო საზოგადოებას გაეცნოს.
და ამასთან დაკავშირებით მართლა აი ბევრი მუშაობა მიდის, რომ აი ჩვენ ფეხი აუწყოთ ქვეყანაში საჭიბროტო საკითხების რეკლამირებას. ეს იქნება ქართული ენასთან დაკავშირებით, ეს იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიასთან დაკავშირებით, ზნეობრივ აღზრდასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ახლა გამოიხატება რაში? ვატარებთ ღონისძიებებს. ეხა ღონისძიებები ტარდება არა მარტო ჩვენი საშუალებით, არამედ ერთობლივი სკოლებთან და სხვადასხვა თანამშრომლობით. ხო, თანამშრომლობთ სხვადასხვა ამასთან ორგანიზაციებთან და რაც შეეხება ახლა ვის ვემსახურებით? რა თქმა უნდა, ეს ფართო გაგებით ხონის მთავარი ბიბლიოთეკა ყველა ასაკის და ყველა საზოგადოების ყველა წევრს ემსახურება და საავშო ბიბლიოთეკა შეზღუდულია უფრო პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით და ამავე დროს პედაგოგებს ძირითადად პედაგოგები ჩვენთანაც მოდიან რა თქმა უნდა და ვემსახურებით, მაგრამ ძირითადი მაინც ხდება საბავშვო ბიბლიოთეკაში. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი ის არის, რომ ეს საგანძური რაც ბიბლიოთეკას გააჩნია, შეუფერხებლად მიეწოდოს საზოგადოებას. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისში ლია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკას ქონდა პოლონური პროექტი პოლონელებთან ერთად და მაშინ მოგეხსენებათ ის არ იყო კომპიუტერები, მაშინ მართლა ძალიან ახალი ის იყო და მივიღეთ მონაწილეობა ჩვენ გვაჩუქეს ისა პერსონალური კომპიუტერი, მაშინ ძალიან იშვიათი იყო ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი და ასე შემდეგ. ესენი როცა შემოვიდა ბიბლიოთეკაში, მართლაც საზოგადოება მოდიოდა, ეს ბავშვები იყო თუ სულასაკოვანი ადამიანები და რაც ჭირდებოდათ კომპიუტერში, ტრენინგებიც გავიარეთ, იმიტომ ბევრი რამე ჩვენთვის უცნობი იყო, ახალი ხილი იყო კომპიუტერი მაშინ და ტრენინგებიც გავიარეთ და ამ ხალხს ვეხმარებოდით და მართლა ძალიან კაი შედეგი დადო ამ კომპიუტერის შემოტანა ჩვენთან. მე ჩაგერთვებით, მაინტერესებს როგორ ახერხებთ რესურსების განახლებას და ახალ მასალაზე წვდომას ვინ უზრუნველყოფს? ხო, ახალ რესურსებს სისტემატურად ვიძენთ ფონდს. ეს უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი, ჩვენ IP ვართ და დაფინანსება გვაქვს ხონის მუნიციპალიტეტიდან და ამას ვიყენებთ. შემდეგ ვიყიდულობთ ფონდს. გვაქვს უარების აღრიცხვის ჟურნალი და კითხველი როცა მოვა და თქვათ არა გვაქვს, ხო? აი ყველაფერი ეხა იმხელა ბეჭდური ისინი შემოდის წიგნები, ძალიან ფართო მასშტაბი, ძალიან ძნელია ყველა შეიძინოთ. ამის საშუალება ნამდვილად აღარა გვაქვს. მაგრამ ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ საზოგადოება, აი ამ უარების აღრიცხვა გვეხმარება ძალიან. და შემდეგ შეკვეთას ვაძლევთ და რა თქმა უნდა, რაც შესაძლებელია, ჩამოაქვთ და ჩვენ ვიძენთ. კიდე არის ვაუჩერიზაცია ხდება. აი ადრე პრეზიდენტის ფონდიდან დაგვაფინანსეს რამდენჯერმე და ვაუჩერი მოგცეს და თბილისში შემდეგ გამომცემლობები ეწყობოდა ეს გამოფენები და ჩვენ ამ ვაუჩერის საშუალებით შესყიდვებს ვახდენდით. ეხლა გამომცემლობამ შარშან 2023 წელს დაგვაფინანსა თვითგამომცემლობა და შევიძინეთ 1000 ლარამდე ლიტერატურა. გვაქვს კიდევ